მოდივარ. განათება ჩავრთოთ. ეხლა კარები დავკიდოთ. აჰა. ასე. ეხლა მოვიდეთ და დავსკამდეთ ჩვენ. აივე. აი მყუთს ვინმე გადააგდებს აქედან, ჰა? აღარ დავდგავ მანდ. ორჩა. აჰა. რამდენიც ისა ვიფიქრებ რომ მივა ბინაო რაღაცები მაგ ყუთიდან იმდენი რაც ხა აეგრევისა იმდენი რაღაცა გამომიხტება სხვა საქმე და გადავდივარ სხვა ატაბატაზე როგორიცა ვარ რა ხალხებო ისა ვაიმე გამარჯობა პირველი აი ისაო ქოთქოთა კი არა ვარ ფარტხა ვარ თუ რა ვარ არ ვიცი მეც არ ვიცი რა ვარ სამშაბათია და აბა რამდენი ხანია მე სამშაბათს არ მოვსულ ვარ და რა დღესაც ხო აღარ გაგიმაზავთ ამხელა ფილარმონია ქალს ეს ჟარგონები შემეფერება მე მაგრამ აჰა ისა გული არა ბერდება ეგ იცოდეთ თქვენ ეხლა დილას ჩემქვარს გუშინ ხო როდის იყო ხალხო ვიდეო რო დავდე გუშინ რო უთხარი რომ მანქანა რო არ წაიყვანა როგორი თქმება რა ვიცი მე სულიერია უსულოა გასარეცხად უფრო კარგი გუშინ რო არ წავიდა დღეს უთხარი დილაზე გუშინ უთხარი ხვალე დილით ადრე წამოფრინდები ორივე წამოფრინდებით ჩვენ ხო ადრე არ ავდგებით ჩვენ ხო 9-ის მერე 10-ის ნახევარზე ვიფხიზლებთ მერე როდისღაც 11-12-ის ნახევარზე გავდივართ სახლიდან და უკვე გასულია დღე კარგი ხალხი უკვე დაღლილია ხო და მე კიდე სამშაბათია და უნდა გავარდნილიყავი გარეთ ჯერ ერთი რომ რაღაცეები ვიყიდე ონლაინ და ფული მქონდა გადასარიცხი და მეორე კიდე ბაზრობა მეოთხარი ხვალე ადრე წამოხტებით შენ წახვალ მანქანას წაიღებ გონი გვერდზე ქალაქში წაიღო არ ვიცი არ წაიყვანა არ დამირეკია და ჩემზე ადრე ადგა ვერ გავიგე როდის ადგა უკვე რომ ფაცხა ფუცხო რძე თავისით გაიცხელა ყავა გაიკეთა ყველაფერი და ესა ხდება აი უიშვიათესად ვერ გავიგე მეცინა რავი რომელი იყო რომ 8-ის ნახევარ არ ვიცი მოკლედ ადრე იყო საქმე ის არის რომ გავცვიდით ორივენი გარეთ ჯერ ეგ გავარ და მე გავცვიდი და არ ვარგო და ბაზრობა ხან ვინ გადამეყარა და გავაბილაქლაკი ხან ვინ გადამეყარა და გავაბილაქლაკი როგორც ამ ჩვევია მე ბარში შევედი ჯერ ერთხელ ერთი ყავა და ისა კრუასანი მივირთვი იმიტომ რომ სახლიდან მშიერი გავედი მეორე შევედი მეორე ყავა დაველი დაჭყეტილი მიყურე და დამხმარე ბიჭი მე ვთქარი ამას არ აღჯერა რომ მეორე ყავას ავსვამი ხო და მოკლედ ეგ არ არის თავარი იგივე რა ყბედობ ხო და არ ვარგო და ბაზრობა არ ვარგოდა, არაფერი არ ვარგოდა. არ იყო ცოტა ხალხი იყო, არ იყო, ესა იყო, არ იყო, მოკლედ რაც იყო და არ იყო. 30 კვერცხი ვიყიდე. ანუ სამშაბათობით არის ხოლმე, არ ვიცი, ფერმა აქვს რა აქვს და თავისივე ისა პროდუქცია გამოაქვს. მე დიდად არ ავყიდო მაღაზიაში ვყიდულობ ხოლმე სულ ერთი ფირმის კვერცხს, რომელიც აქ ტერლიცში აქვს ფერმა. სხვა კვერცხს აი იქაც რო ვარ ხოლმე წასული ხო აი გული არ ვიმდის არ ვიცი რატო ძალიან ცუდი სამაქე გაეთყობა ხო და აი დისკაუნტებში და იაფიან აი მაღაზიები რო არის იქ კვერცხს არ ავყიდულობ არ ვიცი რატო მაქეგა არ ვენდობი მოკლედ და მანდ კიდე გავტუტუცდი და ვიყიდე და რომ მოვდიოდი შემხვდა ეს ჩემი პირდაპირა მეზობელი და რა იყიდეო დიდი პარკი მეჭირა ეს საფენები ვიყიდე იატაკისა ხო და რა გივაჭრიაო და ხო მეთხარ სამშაბათს ფული თუ არ გადავყარებეთ კი იგრე როგორ იქნება და კვერცხი ვიყიდე მეთქი და რას ამბობო მითხრა ამ ჩემო მეზობელო მე სუმად ვყიდულობო იცოდეო რომ ყველაზე ახალი კვერცხიო და ყველაზე სანდوارი ეგაო ვაიმე მეთხარი ანა ქვია შენ გაიხარე დავშვიდი მეთქი რომ ესე იგი კარგად მოვიქეცი იმიტომ რომ მე კვერცხს კარგად ვიყენებ სალათებს ვაკეთებ ვაცხობ რაღაცას ისე მოხარშული შემწარი მივირთმევთ რა ის რო კვერცხი მავნებელია და ქოლესტერინი არა ხალხო არ დაიჯეროთ მიირთმევ. ეხლა რა ვიყიდე? ეს არის მიფხავებია ჩემ ქმარს. ძირითადად ამისთვის წავედი. მაგრამ ბევრი არ ვიყიდე, უნდა ვცადო. ხო.
ტრუსიკების მეტი რა არის ხალხო, მაგრამ როცა ისა ვეძებ, რომ აი რეზინები რო აქვს ხოლმე მაღლა, ძალიან ხეხავს რეზინები ისა. არ მიყვარს მასეთი, ან რო იოფლები ადამიანი, ანა სულ მინდა რომ რეზინიც მაშინ კოტონში იყოს ხოლმე რა. ხო და მაგიტო ვეძებ ხოლმე ცოტა ნორმალურს. თორე ინტერნეტიდან გამოვიწერე ისა, მაგრამ ბაზრობაზით გადასარევს იპოვი თუ გინდა. ყვაილები ვიყიდე, ვარდები. ეხლა ადრე ერთი კომენტარი დაიწერა, არ მახსოვს ვინ დამიწერა და სასაფლაოზე წასაღებ ყვავილებსო, რო ყიდულობ სახლშიო, არ უნდა მოიტანოო და მერე სასაფლაოზე რომ მიგაქო, იყიდეო და წადიო სასაფლაოზე. მაგრე რანაირად ვიზავ ხალხო? სამშაბათს კიდე ერთი ბუჩქი მაქვს ნაყიდი ყვავილებისა, დიდი პარკია ეკადო. და ეხლა ეს ვიყიდე ისა ეგრევე ვერ მიხერხდება და კიდევ ვიმეორებ რომ ძალიან ცრუ მორწმუნე არა ვარ მე და მასეთი რამეებისა არ ვიცი, არ მეშინია სხვა ცუდ ვიზავ. ხო და ვარდები ვიყიდე დედაჩემისთვის, იმიტომ რომ ჩემ დედაჩემთან ხშირად არის გამოსაცვლელი, იმიტომ რომ დედაჩემს მზე ადგება და ისა დედამთილთან და მამამთილთან კიდე გამოცვალე და არის ჩრდილია და არაფერი არ უჭირს და დედაჩემთან უნდა განვაახლო. ასე რომ ყვაილები ვიყიდე. ეხლა საფენები რატო ორი ვიყიდე ერთნაირ და გაჩვენე. სამზარეულოში ყოველთვის ავყიდულობ მთლიანი 3 მეტრია თუ 2 მეტრი და 80, ნუ 3 მეტრამდე და მთლიანი ისა რაკოვინა, გაზი და მეორე გაზი მთლიანზე ვაგებ. მთელ სიგრძეზე. გასარეცხათაც ძნელია, დასაფერთხათაც აღარ მაქვს ეს მკლავები და ძალა აღარ მაქვს და ისა კვირაში ერთი დღე რომ მოდის დამხმარე, იმას ყოველ დღე დაფერთხვა ხომ მაინც უნდა. ხო და დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ მინდა ორი პატარა, ერთს დავაფენ რაკოვინას წინ და მეორეს დავაფენ გაზის ქვემოთ წინ, როგორ აქვს წინ უკან. ხო და ეხლა ვნახე ესენი ძვირი ღირს ხოლმე ეს ხარისხი და ეს რა ქვია ნახატობა. ხო და ორივე ერთნაირია, რადგან სამზარეულო მაქვს ლურჯი, ორი ეს ერთნაირი ვიყიდე. ეხლა გუშინ წინ გავრეცხე ის საფენი. სარეცხი მანქანაში შედის ჩვეულებრივი რეცხება, გავრეცხე და ეხლა როგორც კი ის გასარეცხი გახდება, გადავაგდებ და ამეებს დავაფენ. ხო და ეგრე. ეხლა ყველაზე მატყუარა და უპირო ქალი ჩემ თავს ვეუბნები, ნანა, ხარ მეთქი შენ? რატოო თქვენ შემეკითხებით? მე გუშინ ვიდეოში რა ვთქვი, რომ პატარა ჩანთა არ მიყვარს მეთქი, ხო თქვი? ხო თქვი? ბევრმა დამიწერა, რომ არც მე მიყვარს პატარა ჩანთაო, ნინომაც დამიწერა, კაი, ვინც დამიწერა, რომ არ მიყვარსო, ისინი ალბათ აღარც აყიდულობენ იმ პატარა ჩანთას, იმიტომ რომ არ უყვარდა. მე რატო ვიყიდე? შემომეყიდა, შემომეწენა, შემომეძეკა და მეპარა, თუ რავი როგორ ვთქვა, არ ვიცი. ეხლა არ ვიცი ჩემ ვიდეოში რაფერი გამოგიჩნდებათ როგორ. რატო ვიყიდე ეხლავე გეტყვით, აი როდესაც ძირი განიერი აქვს, როდესაც აი აქ ბევრი ორი განყოფილება აქვს, არის უფრო მოხერხებული. ანუ უფრო ტევადი, ხო, მოხერხებული კი არ არის და ტევადი. და შუაშიც აქვს განყოფილება. აი ეგეთია. ეს ვერცხლისფერი, ანუ ვერცხლისფერი ბზინვარია. ყავისფერი ისა აქვს. რა აქვს ესე? კონციალა. ისე თვითონ ვერცხლისფერია და ყურიც მე მგონი კაი გძელი აქვს. ხო და მოკლედ შემომეყიდა. უпростоრით ძალათი მომაყიდა იმ ბიჭმა. მეოთხარი, სულ მეთქი ცდილობ რომ გაგიარო გვერდზე და არ გავჩერდებეთქი შენთან იცინო და სულ მეთქი ცდილობდა. მაინც რაღაცას უნდა შემოვაყიდო. რა ღირდაო თუ გაინტერესებთ, 10 ევრო ღირდა და მეოთხარ ეს რა ღირს მეთქი 10 ევრო და დავიწყე ჩეჩხნა, დავიწყე გახსნა, დავიწყე რაღაცა. აიღო, წაიღო და ჩამიდო პარკში და მითხრა მოდი რა მომეციო. აი აქაც ყავისფერები ქონია, აი გვერდებში, ტყავებში. ხო და რა მომეცი და რაღაც ვიზავდი მეც კიდე ისავარ რა ქვია, დამყოლი ქალი ვარ მეც კიდე. ავდექი და მივეცი. ზაფხულში, აი გაზაფხულზე და ზაფხულში უფრო გამომადგება, მეთქი ვიფიქრე. მერე მოვედი. დავყარე ეს იმდენი ერთი ლატოკი კვერცხი, ეს საფენები ეგენი დავყარე.
წავედი ბარში. მერე გამოვედი. მერე წავედი რა ქვია, საკვებ მაღაზიაში. არაფერი არ მინდოდა. როცა არაფერი არ მინდა, ზუსტად მაშინ ვისვრი кайფულებს. 20 ევროს იყო და 4 евро ისა მქონდა ფასდაკლების ქვით არის, ანუ წინა რა, დღეს ფუნქციონირებდა ფასდაკლება, გუშინ დღეს ხვალე. ხო და 20 ევროს მაგერად 16 გადავიხადე. ხო, კარგი იყო. ხო, მე იქიდან გამოვედი და ვიფიქრე, ბარე מחר, ნანა, მოდი წადი კიდე იქამეთქი. ჰიგიენის სახლს რო ეძახით თუ რა ქვია, არ ვიცი მე, აქ აქვია პროშოპი. ხო და მანდ წავედი. ეხლა ჯერ გაჩვენებთ საკვები ნაყიდობა. არა, ესენი იქიდან არის პარკები რო აღარ მეყვაკ ჩავაყუდე. ხაჭო, ლაქტოზას გარეშე, ჩემთვის ეს ხაჭოს მეტი ყველაფერია. რაღაცა გათქვეფილი კრემია, უგემური, არ მიყვარს. არც ავჭამ. მე აქ ხაჭოს ალბათ რავია, რა არ ავჭამ. თუ მე გავაკეთე ხო, თუ არა არც რა. ინოჩენტეს წამოუღე, იმიტომ რომ არ ვიცი დღეს რა უნდა. ეს მოცარელებია 3 ცალი ერთად, შიგნით არის 3 პატარა. ეგეც ინოჩენტ. აჰა, ვიღაცა მირეკავს, დაიცადეთ ხალხებო. ეხლა უნდა გავთიშო. ნეტა ვინ მირეკავს. ეხლა უნდა მივაბა ახლიდან. იმიტომ რომ ეს თქვენთან კი მიებმება, მაგრამ გაითიშა, რომ უპასუხე გაითიშა. უკვე მეორედ დამირეკეს დღეს. ამანათი არისო თქვენ სახელზე საქართველოს პოსტაშიო. პოსტიდანო. ხო და ისა, რა ქვია. მაღაზიაში რო ვიყავი მაშინაც დამირეკა, ეხაც დამირეკა. არ ვიცი, ორიაო. არ ვიცი რა რო ვიყიდე ის არის, არ ვიცი ხალხო, არ ვიცი, აი რო ვიტყვი ხოლმე რომ ფიქრია რა გოგოა თქო და რა არის, არ ვიცი, ფიქრია გამომიგზავნა ამანათი. არ ვიცი ხალხო, არ მეყო გამბედაობა რომ მეკითხა საქართველოსდან გამომიგზავნა თუ საბერძნეთიდან. არ მეყო გამბედაობა რომ მეკითხა. გავგიჟდი ისენა ჩამივარდა, ასეთი გამწარებულია გოგო, ასეთი მე ხო ვიცი, არა, ხო და ის ჩემზე იფიქრა და ამანათი გავაკეთებდა. არ ვიცი, ფიქრიას ამანათი ჩამოვიდა, არ ვიცი, მე ვიყიდე რაღაცეები და იმაზე მირეკავენ, წარმოდგენა არა მაქვს და ისა, ეხლა მე ოთხარი ამ ბიჭია კაცია ვინ მირეკავდა, რომ შაბათს ან კვირას მეთქი მოვალ. ხო და კარგიო მითხრა ისა. ხო და არ ვიცი, მოკლედ მე გავიგებ რა. სოკო ვიყიდე, ბევრი არა, ცოტა ვიყიდე, არ ვიცი რამდენი 300 გრამია. რიზოტო უნდა გავაკეთო. პური, ინოჩენტეს პური, იმიტომ რომ მე პური მაქვს, ჩემი გამომცხვარი პური. ეს კიდევ ჩემი ისა, ეს ძეხვი ძალად შემატენეს, ძეხვია დაჭრიან რა იქვე. ძვირფასი, არ ვიცი ნეტა რა ღირდა, ფასიც არ ვიკითხე, რომ გული არ გამსყდომოდა. გემრიელი იყო იქვე მატაკეს გამასინჯეს. ლორენცო პროშუტო, ფუნგი, ზუსტად 25 და 80 ღირებურა კილო. რამდენისა იყო? არა, 25 და 80 მგონი ის არის ყველი. ეს 25 евро, მოკლედ რა ის 3 ევროზე. და ეს ყველი კიდე ჩემი სიყვარულია. ყველის გემო აქვს ისა. არ არის ჰოლანდიური, აქაურია, იტალიური. აი ყველის გემო აქვს და შევაგრიალებ მჭადებს. ველას გამოგზავნილი მჭადებს. ან ღომს, რავი, რამეს შევაგრიალებ. აქ ინოჩენტესთვის არის ლორი. ის გამხსნელი არა ვარ ეხლა მე. აჰა, ეს გაჩვენეს. ეხლა ამას ისე უკან ჩავაბრუნებ, იმიტომ რომ არასაკვები უნდა ამოვალაგო. აბატონო. ეხლა არასაკვები რა ვიყიდეთ. ეს არის სალფეტკები, რომლებიც ვიცით, რომ სალფეტკებია. ძალიან ცუდი ხარისხია, ძალიან ბევრი. ერთი იყო კარგი ხარისხი, რომელსაც წლები ყიდულობდი, რეჯინა ქვია, ვინც აქ ახართ გეცოდინებათ და ბოლოს ალერგია მომცა, ეს ხელის გულები მეკავებოდა და აღარა ვყიდულობ, ეხლა ამას ავყიდულობ, იმიტომ რომ
ცოტა უკეთესია ეს თეფშები, პლასტმასები, თეფშები, ეხლა იტყვით თქვენ, რატო იყიდეო? რა ვიცი მე, მგირდება და იმიტომ. კინაღამ თეფშები ვიყიდე ბაზრობაზე, თქვენ კარგი ფირმისა იყო, ძალიან კარგი თეთრი იყო და ძალიან ბაცი ვარდისფერი ყვავილი ქონდა, ვარდისფერი და სალათისფერი და მინდოდა აი მეორე თავი კერძის თეფში იყო რა და მე ვთქვი და ეხლა ეს აიყიდე კიდე მეთქი. ისა არ ვიცი რა ქვია ქართულად, ბეზაპასნები. არ ვიცი ქართულად რა ქვია. იტალიურად ვიცი და ქართულად არ ვიცი. პირისაპარსები, რა ვიცი, ჩემი ქმარი ხმარობს. ეს მამაკაცის ბიდეს პროდუქტი, რა ქვია, ბიდეს საპონი. ინტიმგელი, უიმე ვეღარ ვთქვი. ეს ქალისა. ადრე ერთი იყო ხოლმე ყველასთვის და ეხლა მამაკაცსაც ალკია, ქალისაც ალკია. ჩემი თმის ლაკი, რომელიც არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო პალეტის ეს არის ესა. ადრე იყო ტესტანერა ხოლმე და აღარ არის, გაქრა, გადაკეთდა, რავი, ვინ მიიერთა და როგორ მიიერთა, არ ვიცი. ეს არ პირველად ვიყიდე ეს შამპონი, ფრუქტის ისაა. ძირითადად ეხლა მე ვიყენებ იმას ავონის გამაფუებელს, როგორ ვთქვა, რო ახშირებს რა და ძალიან კმაყოფილი ვარ, არის ძალიან ასუფთავებს ჩემი ლაკიანი და მუსიანთმას, ასუფთავებს კიდეც, აფუებს კიდე გადასარევად. ეს ამ ფუნქციით ავყიდულებდი ხოლმე ინოჩენტესთვის და მეც ვიყენებდი პანტენის გამჭვირვალე და ეხლა არ იყო აქა და ეს კიდე ალოე და ჰიდრაბომბი ისა ალოეთია და ატენიანებს მოკლედ რა ვიყიდე რა მოკლედ და კონკრეტულად შამპონი ხო უნდა მეყიდა ინოჩენტესთვის ჭურჭლის და სარეცხი ზველტო ყველაზე კარგი იმიტომ რომ ხელებს არ მიღიზიანებს და არაფერი არის ეგა და იმიტომ ვიყიდე. უნდა მეყიდა დიდი და მე ვთქვი ვაიმე ძალიან დამიმძიმდება მეთქი და აღარ ვიყიდე. დიდი ანუ პარკებში როა და მე რო უნდა გადაასხა რა. ხო და ეგ ვიყიდე. 34 ევრო გადავიხდია ამ რა ქვია? ჰიგიენის მაღაზიაში ვაიმე დედა. 4 კუთხედი თეფშები ღრმა თეფშები, რა თქმა უნდა ამაზე წვნიანს და ეგეთ რამეს არ ავჭამთ და არ ვიკვებებით თუ ცოტა ისეთი რამეა, მაშინ რომ ცოტა ჭურჭლის რეცხვა შევიმსუბუქო. ეს 5-4 და რაღაცა ღირდა ხოლმე 4, მერე 4 და რაღაცა 5 ევრომდე, ეხლა 7 ევრო გამხდარა. ნივიას ბალზამი არის წვერის გაპარსვის მერე დოპო ბარბა. ეგეც არის ქართულად როგორია. კარგ მოეწონა ჩემ ქმარს და იყენებს. ეს ხელთათმანებია გამჭვირვალე, ხო იცით. ამას ამ ბოლო ხანებში ამას ავყიდულობ იმისთვის. სამზარეულოში როცა რამე მინდა ხოლმე რომ ხელი არ გავისვარო, გამჭვირვალე ხელთათმანებია და სხვათა შორის ძალიან კარგად ვიყენებ. გადასარევად. არ ვიცი რა ღირდა. ის რომელიც ის უნდა ვიყიდო ტუალეტის ქაღალდი, მაგ 1-2 შეკვრა არის სახლში და მაინც ერთი გამოვიყოლე. თან მგონი ფასდაკლებაში იყო 3 და რაღაცა ღირს ხოლმე და ეხლა ღირდა 3 და 40 ღირს ხოლმე და ეხლა ღირდა 2 და 99. ორჩთ, ეგ არის და ეგა. აჰა, ხო მოგახსენეთ დღევანდელი ნაყიდობა. ცოტა დავიღალე, ცოტა გავერთე, ცოტა მოვიხსნიam სათვალე დიდი დასანახი არა ვარ, ჩემ თავსაც რო ხედავ ზედათ არ მესიამოვნე. დავბერდი ხალხო, დავსივდი, ეხლა რო თქვა რომ წონაში მოვიმატეთქო, არა, მაგრამ ბოლო ვიდეოებს რო უყურებ, აი გაჯერჯებული ვარ, სივდები ეტყობა და არ ვიცი რატომ არ ვიცი. ეხლა ხო გითხარით გუშინ ერთ იმაში სკროლვაში გადავაწყდი მეთქი რომ რეციდივზე დაუბრუნდა ისა
სიმსივნე მეთქი ერთ კაცს და ქართველი არის, ჩვენი ქართველი იმერელი ბიჭია, საფრანგეთში წავიდა, აი საქართველოში რომ რამდენიმე წელი ვერაფერი ვერ უშველეს, გაუარეს და მდგომარეობა და ჩავიდა საფრანგეთში. დაამარცხა ხალხო, ისეთი ჩავიდა, რომ აი ჩაიტანეს რა. დაამარცხა. გამოკეთდა მერეცოლშვილიც წაიყვანა. ერთი წელი, ამ ერთ წელში ახლა მესამე დააქრეთ სიდივი, მესამედ შემოუტრიალდა. ესე იგი, ამ ვერაგ დაავადებას ვერავინ ვერ გაიგებს რას იზავს, ვერავინ ვერ გაიგებს ხვალე როგორ მობრუნდება. მეორედაც დაამარცხა, მეორე კიდე რამდენი ოპერაცია, რამდენი ქიმიები, რამდენი გადაიტანა ამ კაცმა. არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი თქვენ ვინმე იცნობთ TikTok-ზეა. ხო და გიო ქვია, ხო და ისა უწერს ყველა ლაივშია ხოლმე და უწერს, მეც უწერ, ამხნევებს ყველა, რა თქმა უნდა, ბევრმა წყევლა დახმარებას თავიდან არ ითხოვდა არა მკურნალობაზე, იმიტომ რომ საფრანგეთში რომ ჩავარდა უფასოა მე ყველაფერი მკურნალობა და მე ითხოვა დახმარება, რომ ცოლშვილი წაიყვანა, ორი პატარა ბავშვი ყავს, ხო და დედა მაგაზე გადაუარეს და წყევლეს, როგორაც წყევლეს და გუშინ ისე დამეწვა გული, გუშინ საღამოთი თქვა, რომ ხალხო იმდენი მწყევლესო, რომ მგონია კი მომეწიაო და მგონი კი ახდა ეხლაო და ისა მოდებული მაქომუცელშიო და ნაწლავებზეო და ანუ ვერ არ იციან ექიმებმა ისევ რა გაუკეთონ და რაზე მოვაყოლეცი, ისევ ცუდად გავხდი, რომ თქვა, რომ იმდენი მწყევლესო, რომ ისაო რანაირად უნდა დაწყევლო ხალხო, აი ადამიანს რო ხედავ, რომ 24/7-ზე ის უკეთია, გადასხმები აქვს და ისეთ ძლიერ ქიმიებს უკეთებენ და ამისთანა პოზიტივათად გაეს ბიჭი ყველას ალოცავს, ყველას მადლობას უხდის და როგორ უნდა დაწყევლო? მართლა ეშმაკები ყავთ დაპატრონებული, მართლა დემონები ყავთ, შეპყრობილები არიან, არ ვიცი ხალხო. არ ვიცი. მე აღარ მინდა ხოლმე ჩემი ის გავიხსენო, მაგრამ ხომ მაინც გაგონდება არა, ხომ მაინც გახსენდება, რომ მეც რო იმ წელში რო 2 იანვარს რო გავხსენი ტელეფონი და რო ვიღაცა მომწყევლა, ხო? ეხლა სუ იმას ვიძახი, გიოსაც მივწერე, რომ არც არავისი ლოცვით არ ვართ გაჩენილები და არც არავისი წყევლა არ მოგვეწევა, მაგრამ სადღაცა გულში ხო ისა გაქარა, რომ ცუდი აი ნალექი თუ როგორ თქვა, არ ვიცი მაინც არა. ხო და არ შეიძლება ხალხო, არ დაწყევლოთ არავინ, თუნდაც არ მოგწონდეს, თუნდაც გეჯავრებოდეს, გალანძღე, ლანძღე, რავი, რაღაცა ისეთი სალანძღავი სიტყვები დაუწერე, თუ გული უნდა მოიფხანო და მეტი არ შეგიძლია გავიგე მესმის, მაგრამ ისა არ დაწყევლოთ არავინ ხალხო. გარდა იმისა, რომ შეიძლება იმ ადამიანს მართლა მოეწიოს სიტყვაზე, იმიტომ რომ ყველაფერი არსებობს, ხო სწორია. ის შეიძლება კი არა და მე აუცილებლად ისევ უკან თქვენც მოგიბრუნდებათ ის ცუდი, რაცა თქვით. არ ვარგა. არ ვარგა, დამიჯერეთ რა. არ დაწყევლოთ არავინ. აი მაქსიმალურად მე მიწერთ ხოლმე და მანანასაც ვნახე, რომ დაუწერა კომენტარი იყო, რომ ვაიმეოსო, ნუ ამბობო, ვაიმეო, კაიმეო, თქვიო, კაიმეო. მაგასაც ვერ ვეჩვევი, მაინც ვამბობ ხომ ვაიმეს, მაგრამ ესო ხერი ჩემ თავზე ვამბობ იმ ვაიმეს და არასდროს სხვას არ ვეტყვი, ვაი თქვენ და ვაი შენ და ვაი ეგრე და ხო და წარმოიდგინეთ, თუ ვაიმე არ უნდა ვთქვა და ცუდია, სხვა რატო უნდა დავწყევლო არა? რანაირად უნდა უსურვო ავადმყოფ ადამიანს, რომელიც აი როგორ იტანჯება და იმას უნდა უსურვო რაღაცა სააშინელება, აი რანაირად ხალხო. განა იმიტომ რომ მე ახლა
ისა მე მაქვს კიბოდა ასე და ისე რა თქმა უნდა მეც გამწოვებული მაქვს ეხლა ეს რა ქვია უფრო გზნობიარე ვარ რა თქმა უნდა მაგრამ მაგიტო არა ყოველთვის ვამბობ რომ ლანძღე კაცო ლანძღე აი ერთ იმ ბლოგერზე რომ დამიწერეს აი ეგ ისეთია რომ სულ იგინება იგინოს კაცო იგინოს არაფერი არ უშავს არც გინება არ ვარგა კი ღვთის წინაშე და ღმერთის წინაშე ბილდ სიტყვაობაც არ ვარგა ნეტაკე მაგის მეტი ცოდვას არავინ არ ვიდენდეთ და მაგას როგორმე მოგვიტევებს უფალი ხალხო მაგრამ წევლა რო უსურვო ცუდი რამე მე რამდენჯერ ვთქვი რომ მე რო კერძე ეგ ამბავი მქონდა და რომ გამოვედი და თქვენთან ვთქვი და თქვენ გაგაგებინეთ და მერე ოპერაცია რო იყო და ყველაფერი თქვენი რამდენი ლოცვა დამეხმარათ იცით თქვენგან რომლებიც უცხო უცნობი ადამიანები მე მიხსენიებთ თქვენ ლოცვებში და მიხსენიებდით და ჩემთვის სანთელით დაგინდიათ ძალიან ბევრ და ჩემთვის გითქვიათ ღმერთო ნანას უშველეო იცით რამდენი მომეხმარა მე აი 100 კი 1000% თავარ დარწმუნებული ხო და იქნება და ის წყევლაც ასევე მავნებელია როგორც ლოცვა არის სამარგებელი ისე კიდე სოხერი წყევლა არის მავნებელი და რატო უნდა დაწყევლოთ დამეწვა გული გიოზე დამეწვა გული რო თქვა ეგრე რომ ხალხო იმდენი წყევლესო მეო მაშინო რომ ესაო დახმარება რო ვითხოვე იმდენი წყევლესო რომ აჰა მგონია და მართლა მოვიდა ეგ დრო და მომეწიაო რატო უნდა ათქმევინოთ ადამიანს ეგა ვაიმე დედა რავი ხალხო გუშინ დამიწერა ერთი კომენტარი იყო ცოტა იყო ჭორაობა მეც მეცოტავება თქვენთან ყოფნა ხოლმე მეც მეცოტავება ჭორაობა იმდენ რამეზე მინდა ჭორაობა იმდენი რაღაცა მინდა რომ გაგიზიაროთ იმიტომ რომ მე არავის არ ვეჭორავები ხალხო არავის ძალიან ზერელეთ ძალიან კიდევ ვიმეორებ განა ხალხი არ ამხვდება განა უკვე ვიცნობ ნაცნობები მეგობრებს მე ძალიან ძნელად ვეძახი ადამიანს ხო მეგობრობასთან დაკავშირებით ერთი რამე უნდა მეთქვა ისა რა ქვია თუო სად გადავაწყდებოდი თუ არა TikTok-ს ბძნულ აზრებს და როცა რაღაცა მომეწონება ხოლმე თავში მეჭედება ცოტა მეგობრები თუ ყავს ეს იმას ანიშნავს რომ გულწრფელი ადამიანი ხარო ეხლა იმათ მოგმართავთ ვისაც ცოტა მეგობრები ყავთ ცოტა მეგობარი თუ ყავსო ეს სადარდებელი არ არისო ეგო იმის მაჩვენებელი არისო რომ ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარო და იცოდეო რომ ლომები არიან მარტო ლომები მართლა მარტო არიან თუ არა მაქსიმუმ თავის ოჯახთან და ცხრები კიდეო ფარად დადიანო ცხრები არიან ფარაო ხო და ეხლა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ვიმეორებ იმას ეხლა ცხრებს მე არავის არ დაუძახებ და არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან ბევრი მეგობარი ყავს მაგრამ რო დაფიქრდება კარგად არ არიან მე მაგალითად ძალიან მომწონს ჩემი ახლობელი ჩემი ნაცნობი ჩემი ამხანაგი მეგობარი უკვე რაღაცა იმაში გადამდის აი რაღაცა უფრო ისეთ ზღვარში და მეგობარი ცოტა ხო და იმიტომ აქ მე ძალიან ბევრს ახლა მეგობარს ვერ უძახი აი ინერჩეტე მიცის ხოლმე ძალიან ხშირად რომ ის ხო შენ მეგობარი შენ მე მაგებს მეგობარს ვერ ჩემი ნაცნობები კარგი ნაცნობები არიან რომელსაც გავჭირდები კიდეც შეიძლება ყავაც ერთად დავლიოთ რამე მაგრამ ვერ არ მინდა ვერ ვეძახი რა მეგობარს მეგობარი ჩემთვის უფრო ძალიან დიდი რამეა ასე რომ იმიტომ რომ მე რომ მეგობრები მყოლია არა ისეთი მეგობრები მყოლია როგორც აი ოჯახის წევრი და დედმამიშვილი და ჩემთვის კიდე დედმამიშვილი არის რაღაცა აი ჩემი ძმა ჩემთვის ყოველთვის იყო ძმაც დაც და ყველაფერი როგორც მე მაგისთვის ვიყავი ძმაც დაც და ყველაფერი მეგობარიც და ყველაფერი ეგეთი დაძმობა გქონდა და გვაქვს მაგრამ ეხლა არა ვართ ერთად და ახლო მაგრამ გქონდა და გვაქვს ხო და მოკლედ საიდან წავალ ხოლმე სად წამიღებს ხოლმე ჩემი ენა და ტვინი კაცი მარიცის ეხლა მე და ჩემ ქმარმა გადავწყვიტ გუშინ და გუშინ წინ სუში მქონდა ხალხო ოხო და
რამდენი გავაკეთე ისა ნორის ფურცელში სალმონე რა არის? ორაგულით არ მომწონდა და ვამბობდი აღარ გავაკეთებ მეთქი, ხო და მაცანკოლეთი გავაკეთე ამ ნორის ფურცელში, ეგ მომწონს. კარგად შევაზავები მას, სოიო, მწარე, ტკბილი, ყველაფერი და მომწონს, მაგრამ ეხლა წუნხელ გავაკეთე, ავიღებდი ბრინჯს, ვიღაცა კორეელს უყურე და იქიდან ავითვისე. ბრინჯს ავიღებდი რა პატარას რა, რავი რამდენი გრამი იყო, გავაკეთებდი ღრმულს და შიგავდებდი ორაგულს. დავხურავდი კარგად ფორმას, მივცემდი ეგრე, ავი პირამიდასავით რაღაცა ფორმა მივეცი და დავალაგე. არაფერია სხვა არ გამიკეთებია და მე მაგას იმაში ვაწევდი რა, სოიო სოუსი, მითი, სხვა სოუსებთან ერთად ისე მომეწონა, რომ რა გითხრათ, არა და ისა ძენძერო, ჯინჯერი, რა ქვია? ჯინჯერი. არა და იმ ნორში არ მომწონდა. ნორთან და ფილადელფიასთან და რაღაცებთან არ მიდიოდა ჩემთვის. და მარტო ეგრე გადასარევად მომეწონა. ხო და 2 დღე ვიგულავე სუშიზე. ეხლა დღეს დიეტა გვაქვს, დღესა გვაქვს ლენტიკი რა არის? ოსპი, ინოჩენტეს პასტასთან ერთად და მე პასტის გარეშე, ოსპი და ისა. მერე რაღაცა მოცარელა რამე მაგას და მე კვერცხს მოხარშავ. ო აიგ. ხო და დიეტა გვაქვს დღეს რა. არა და გუშინ ქათამიც ვიყიდე, კუპატებიც ვიყიდე. ეხლა არ ვიცი საღამოზე გავაკეთო თუ გავყინო. მერე ეხლა არავინ გამოხტეთ და არავინ არ თქვათ ეს ქალის უჭამაზე ლაპარაკობს. არა ვლაპარაკობს უჭამაზე, მანამდე სხვა რამეებზე ვისაუბრე. ასე რომ, ჩემო კარგებო, გუშინ 3 კაბა ვიყიდე, ეხლა სადაც ფული გავგზავნე. მოკლედ კაცი ვერ გაიგებს რას ვაკეთებ რა. ხო და გუშინ ჩემი ქმარი ინოჩენტე განატყუილი თქვა რომ მეო ვიღდიო ლალაკიდე ფულს ახარჯავსო. მართალი თქვა, არ უნდა დაუკარგოთ ადამიანს სიმართლე, როცა თქვა სიმართლე, ნანა ფულს ახარჯავსო, მაგრამ მაგას რომ 2 ბოტასი ერთად გამოუწერე ძალანდოდან და რომ ვუყიდე და ეხლა გენი ფხავები რომ უყიდე და 1000 რამე კიდე რომელიც არ მახსოვს კიდე რამდენი რამე უყიდე ჩანთა არ მახსოვს რა ვიცი რატო მაშინ არა წუწუნებდა რომ რა ფულს ახარჯავსო არა ხუმრობ ეხლა არასოდეს ინოჩენტემ შეიძლება მითხრას ფულს ნოხარჯავო როცა მაგისთვის ავყიდულობ ჩემთვის როცა ვყიდულობ არასოდეს არ მეტყვის ხოლმე მაგას რომ ნანა შენთვის არ იყიდო პირიქით ყოველთვის მეუბნება რომ იყიდე იმიტომ რომ უნდა გეცვას კარგად განაისედარდება რომ მე რა გამიხარდება ხალხი რა სიტყვის დაკანჯულია მთელი ცხოვრება ხალხი რა სიტყვის და უნდა მეცვას უნდა გამოვიცვალო და გავდი და მე კიდე როგორ არა მაინტერესებს ეგ ამბავი აი სულ ციხლზე არა მაინტერესებს როგორ ვინ რა სიტყვის და მე არასოდეს არ მაინტერესებს აი არასოდეს არ გავაკეთებ სხვის ჯიბრზე რამეს არც გამიკეთები არასოდეს სხვის ჯიბრზე არ დავიტანჯავ თავს არა თქვენი იმისი ხო გახსოვთ ისა ერთმა კაცმა რო თქვა წილი არ გავახარეო თუ ბაღლინჯოო რომელიღაცა წილი არ გავახარეო სახში ჩემზეო როგორო კაცო როგორო და ზამთარშიო ცეცხლს არ ვანთებო და ზაფხულში კიდე პადვალში ვიძინებო შეკაიკაცო წილს არ გაუხარები ხარ შენო შენ კი არა ორ წილიო ხო და ეგრე არ გინდა სხვისა ჯიბრზე არაფერი არ გავაკეთოთ სხვის ჯიბრზე თავი არ დაიტანჯოთ მე მაგალითად არაფერს არ გავაკეთებ იმიტომ რომ იმან რაღაცა თქვან იმან რაღაცა იყიდა და იმან რაღაცა აცვია და იმან არ მაინტერესებს აი გეფიცები თუ რამე მაქვს საფიცარი არ მაინტერესებს აქ იყიდა ღმერთმა მოარგოს და შეარგოს არა ქარცე არ მაინტერესებს კი არა და მიდის პიაჩე როგორ ვთქვა მე ყოველ შემთხვევაში სხვის ჯიბრზე არაფერს არ გავაკეთე არაფერს არანაირად თავს არ დავიტანჯე ეგეთია ჩემი დევიზი ყველას თავისი ის აქვს არ მოვიდა პასუხი ამოხერ იმაზე მკერდის პროთეზზე
გუშინ რეკავდა ტელეფონი ინოჩენტესი ვერ მიუსწარი, მე გადავრეკე და მე მგონი რომ ეგ იყო ბარიო, ქალაქი ბარი და ოპერატორიო დაკავებულიაო და აღარ და არ ვიცი, შეიძლება ამ ჩემი მკერდის პროთეზზე რეკავდნენ და ეხლა დღეს ვერ გავალთ, იმიტომ რომ ჩემი ქმარი მიდის სამღერლად და მე ვერ წავალ მარტო გვერდზე ქალაქში. უნდა წავიდე პირდაპირ იქა. სანიტა ქვია მაღაზია, სადაც ეს სამედიცინო რამეები იყიდება. ხო და იქ რომ მივალ, იქ მეტყვიან მზად არის თუ არა პასუხი. თუ არა და საზაფხულოთ უნდა ვიყიდო, მეტი გზა არ არის. იმიტომ რომ ეხლა ზამთარში არ მენაღულება როგორც არ არიან ერთნაირები. ცოტა დაბლა მაღლა მიდიან. ვაი ჩემბრალი. ხო და ზაფხულისთვის როცა გავიხდით მძიმეტანის ამოსებს ვიყიდი რა. თუ არ მომცეს უფასოდ, მერე ვიყიდი. მეტი გზა არ არის. ეხლა ეს ისინი რომ აქვს, აი ეს რა ქვია აიმებს, ხალხო პაპილომები, მაქვს ყელზე. აი თუ მაქვს რაც თავი მახსოვს. კიბოსთან არ არის დაკავშირებული, მანამდეც ამქონდა. ხო და ეხა ძალიან მაწუხებს გარდა იმისა, რომ ბერდები, ყელიც გიბერდება ესა ისა და ისინი კიდე უარესი და მარტში ალბათ მივალ. კოსმეტი რა ქვია? რა ქვია ხალხო მაგ ქირურგს? არ არის კოსმეტოლოგი, რაღაცა ქვია. თავის სიტყვა აქვს მაგას. ვაიმე რაც არის, ხო იცით? და ვისთანაც დავდიოდი, მე ადრე აი რა ქვია, კოჟოჟების ამოსაჭრელად, იმაზე ინოჩენტემ წუხელ მითხრა, რომ ნანა ეგ მგონიო, აქ აღარ მოდისო, ძალიან იშვიათად მოდისო და ერთი სხვა არის ძალიან კარგიო, ტერეზამ მითხრა და უნდა გამოვართვა იმის ადგილსამყოფელობა, სხვა მხარეს აქვს სტუდია. მოკლედ ვიპოვი რა კარგ ექიმს და მივარ. რა ქვია ხალხო მაგ ქირურგ? არა, მერე კი დამიწერთ, მაგრამ ეხლა რო არ ვიცი. პლასტიკური ქირურგი, უიმე! მოიფიქრე, აღარ გიდათ. აღარ შეწუხდეთ. პლასტიკური ქირურგი, ხო? აი მაგასთან უნდა მივიდე. პლასტიკურ ქირურგს ეკუთვნის ეს ამბავი. აქამდეც აი ვიტყოდი მივალ გაზაფხულზე. მე მოვიდოდა ზაფხული, ვერ მივედი. მე ვიტყოდი აი ეხლა მივალ შემოდგომაზე და აი აქამდე მოვედი და ვერ მივედი. არა და არაფერი არ უნდა მიხვალ რაღაცა მჟავას მიასხავს და ესა რა ქვია. ეგ იქნება. ერთი ორი ჩემი თავ ცადე და დამილაქავდა. არა უშავ არც მოგის ჯავრი არ მაქვს, მე ვიყო კარგად. წავედი ახლა მე უკვე 12 საათია ჩემთან და სადილი არ მაქვს გასაკეთებელი, ცოტა წავკრავ რამეს, სახს წავკრავ ხელს ცოტა მივკრავ მოვკრავ რო ისა წესრიგი დავაყენო. ამერ დავაბინავებ რა თქმა უნდა და ეგ არის მე გამოჩდება ჩემი პრინციპს. თავბერთით ხალხ ბერდები, ყოველ წესა ბერდები ადამიანი. მე არა ვარ ბებერი. არავინ არ იფიქროთ, რომ მე თავს ბებრად ავგზნობ. მიუხედავად იმისა, რომ კლავებშიც ძალა მეცლება, მიუხედავად იმისა, რომ შესუსტდა ჩემი მოქმედებები და შენელდა, მიუხედავად იმ ბევრი რამისა მოკლედ, თავს აბსოლუტურად არ ავგზნობ, რომ ამდენი წლისა ვარ. რამდენი სახარო ეხა თუ ვინმე იტყვით ახლები ხართ 69-იანი ვარ ხალხო 56-ისა ვარ. ზაფხულში გავხდები, აი თუ მე მაგას აქ გავგზნობდე, მე ვიყო ჟორა. ყოლა და რავი ყველა ერთად. არა ვგზნობ. ახალგაზრდები ვინც თუ ვინმე მიყურებთ და ფიქრობთ რომ ой მე რამდენიაო და ქალბატონო ნანაო არა ვერ ავგზნობ გეფიცებით თუ აი 30-35 წლისები ვინც ახართ იმათზე ახალგაზრდა არ მეგონოთ ჩემი თავი მართლა უყურთ ეგრე ყოფილა ესა და სანამ არ მიხვალ შენ თვითონ იქამდე და სანამ არ
როგორ გითხრათ, თვითონ არ გაივლით, ყუილია რომ აუხსნა ვინმეს და ვერ გაიგებს. მე მაგალითად ერთი ძალიან კარგი რამე ვისწავლე კიდევ. ცხოვრება ბევრ რამეს მასწავლის და ვსწავლობ, არ უგულვებელყოფ. ანუ ზოგს არ უნდა რომ რამე ისწავლოს და უნდა რომ თავის იდეებზე დარჩეს და არ გადმოვა იქიდან, მაგრამ მე არა ვარ ეგეთი ადამიანი და კიდე რა ვისწავლე. არასდროს არ უნდა დაივიწყო, აი გამლილ ასაკში რეებს აკეთებდი, როგორ აფიქრობდი, რა მოგწონდა და რა იყო და ეხლა არ უნდა აკრიტიკო იმ ასაკის ადამიანები აქედან შენი გადმოსახედიდან ძალიან მეჯავრება ეგა. აი რომ დაიწყებე, ჩემი ქმარი კაცო, რაღა შორს მივიდივარ ეხლა სხვებზე ხوار ვილაპარაკ. როგორი მოკლე კაბაწე, როგორი მოკლე შორტიაცვე, ხო იტყვის? რამდენიც გინდა ასაკენ, მარტო ჩემი ქმარი კი არა, ყველა. ხო და მე ჩუბათა ვარ. მაგრამ ეს დავიმახსოვრე. მიდის ფილმი 60-იანი წლები, 60-იანი, 70-იანი, როცა ეს ვაჟბატონი იყო ახალგაზრდა. როცა თვითონ იყო 20 წლისა და 22-ისა, ხო? და იქ აცვიათ გოგოებს ისეთი მოკლე კაბები, რომ აი მართლა ტროსიკის უბე უჩანთ. თქვენ ხო იცით, კაცო, მშობლები ხო ყავდა? და მეთქვი ხოლმე, ეს შენ ასაკი ხო იყო მაშინ მეთქი. თქვენა რა გეცვათ მეთქი. ეხლა რო უყურებ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს და რატო აცვიათ, მე ძალიან არ მომწონს და ჩემთვის მიუღებელია, აი როდესაც ასაკის შეუფერებლად გაცვია, რომ ეგეც ვისაც როგორ მოწონს ისე, მაგრამ ჩემთვის არ არის მიღებული. ის კი არა რომ ასაკში მაინც კაბახალათი უნდა გეცოს, არა, მაგრამ აი რაღაცა ისეთი არ მომწონს რა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს რომ თუ ხდება არ მომწონს, როცა არ უხდება. ეგეც ხო სარკეიბისთვის აგვაქვს. მაგრამ ის რომ აკრიტიკო, იმიტომ რომ შენ ახლა აქედან არ მოგწონს ის რომ არ მომწონს მე. იმიტომ რომ მე რო ახალგაზრდა ვიყავი, არა, ეხლაც ახალგაზრდა ვარ. მე რო რაც ყოველ წელს მოდა გამოვიდოდა, თუ ვერ ვიყიდიდით, იმ დაგვარს დედაჩემი მიკერავდა მაინც მაშინ. აი წელს ეს იყო მოდაში, იმას შემიკერავდა, წელს ეგეთი საყელო იყო მოდაში, იმას შემიკერავდა, წელს მომავალ წელს ის სადღაც უკან ჩაღილული ეს გოდეკაბები, უბკები იყო, რაღაცები, გოდე, ხო, ეგეთ შეხსნილი თაღებით, შეხსნილი არა, შედგმული კლოშებით. ის სონცე კლოში ყველაფერი რაც მოდაში შემოვიდოდა, მინდოდა. და ვიყიდულობდი თუ ვიპოვიდით და თუ არა მიკერავდა, ან რაღაცა ის მოდაში იყო და ზაკოლკა ის მოდაში იყო საყურე რაღაც. და ეხლა რომ მოდა რასაქვია, ბებრები, ასაკიანი ხალხი, მე არა. ხო და ეგ არ მიყვარს, აი ეგ ვისწავლე რომ თუ რამე ვიმეზე არ მომეწონება, არა, მოდაში რო არის ეხლა და მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე ვერ ჩავიცმე, მე ვერ გავიკეთებ და მაშინ ჩემ თავს ვეუბნები, ნანა შენ რო იმ დროში იყავი და მოდაში ნეძელგატრუსიკები იყო და 50 მანეთი მიეცი. ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი იყო ის 50 მანეთი. ხო და ეხლა რატო გიკვირს, ხო და იმ წუთში აღარ მიკვირს ხოლმე. აი ეგ არ მიყვარს, რომ არავის აი ეგ რო დაიწყებენ ის თაობების, სულ ყოველთვის არის ეგა. გადაცემა იყო ეხლა ერთი, ვაიმე კიდე ვიტყვი და წავალ. ხო და ერთი ეგ არ მიყვარს და მეორე კიდე ის არ მიყვარს, რომ ესა აი ადამიანები დაარიგო ჩემი ასაკიდან გამომდინარე და იმათ უთხრა, აი იცი რომ მოხვალ შენ და მე გაიგებ. არც ეგ არ მიყვარს, იმიტომ რომ ის უნდა გაიაროს თავისი, უნდა მივიდეს იქამდე და მე თვითონვე გაიგებს და თვითონვე მეხდება, იმიტომ რომ უაზროდ ვაგების რჩევა და მოყოლა და მტკიცება, რომ აი ესე იქნება და ეხლა ამას ნუაკეთებ, იმიტომ რომ მე ასე იქნება, ძალიან დიდი სისულელეა. ის რომ ადამიანს უთხრა, ნუ დადიხარ ეხლა შიშველა, იმიტომ რომ მე არ დროსი დაგემართება, არ გაიგებს, იმიტომ რომ მე 30 გრადუს ყინვაში ნასკებით დავრბოდი ხოლმე სავადმყოფოდან გარეთ რომ გამოვიდოდი, თოლზე დავსრიალებდი ან ნაგვის გადასაყრელად ან სტერილიზატორში რომ მივდიოდი ან არ ვიგებდი როცა მეუბნებოდნენ და ეხლა მე რატო უნდა უთხრას ხლას რომელიც ვიცი რომ არ გაიგებს. ხო და დაწყნარდით ასაკიანებო, ნუ აძლევთ ნურავის შენიშვნებს, შეიძლება რაღაცა ურჩიო, შეიძლება ისიც ისე ურჩიო რომ თუ უნდა თუ არ უნდა, დაანებით თავი. ხო და მორჩი მაგ თემაზე და ეხლა გადაცემა იყო მუსიკალური გადაცემა და არის ხოლმე 60 წლის ზემოთ და არის ხოლმე კონკურსი ვითარ და არის ხოლმე ბავშვებისა და ეხლა იყო ბავშვების.
ვინც იტალიაში ხართ, ანტონელა კლერიჩის მიყავს და გეცოდინებათ, ხო და გამოვიდა ანტონელა და იძახის, აიო ეს ახალი თაობაო, ესო ახალგაზრდებიო, როგორი ტალანტიაო, როგორი ხო და ეხლა მე თქვენ უნდა გითხრათო, ერთმა თქვაო, ეს თაობაო ახალგაზრდებიო, ეხლა რომ მოვიდნენ, უზრდელები არიანო, გაუზრდელები არიანო, უხეშები არიანო, უვიცები არიანო, სწავლა არ უნდათო, ცუდად აქ პასუხობენო, უფროსებს არ უჯერებენო, ადგილს არ უთმობენო, უფროსებსო ადგილს არ უთმობენო, პატივისცემა არა აქვთო უფროსის მიმართო და ეგეთი რაღაცები და იცითო ვინა თქვა ესო და ვინ ჟიურის მიმართა და ვინა თქვაო და 400 წლის წინ არისტოტელემა თქვა ხო და წარმოიდგინეთ რომ ეს სულ მუდამ არის ჯენერაციონი რა ქვია ქართულად რა ქვია დავანებოთ თავი ჩვენ ქართულ მწერლებთან გადმოვალისებ მამათა და შვილთა ბრძოლა ხო იცით სუარი ეს განსხვავება და სუარი და რატო ავიწყდება ყოველთვის თაობათა შორის ბრძოლა თაობები ამ წინა თაობებს რატო ავიწყდებათ ყოველთვის თავისი ახალგაზრდობა ეს ფენომენი ვერ ამოვხსენი ჩემ ქმარს კაი მოვარჯულებ და მორჯულებული მყავს და შავაგონებ თავში რომ შენც იყავი და როცა მოდაში შემოვიდა ყავის ქურთუკი და რომ გინდოდა მამა შენს კარგად რა ვიცი მე ჯერ ეცემინა მერე ბღავლა მერე რა და მაინც წავიდა და მაინც იყიდა ბარში ის ქურთუკი რომელიც მოდაში იყო და მარტო ამას ეცვა მერე იმ 15 წლის ასაკში ხო და ისა აი ეგეთი რამეები არა მე ავიწყდებათ როცა უნდა გაიხსენო და იბლატაო ნახსოვთ და სხვას რო დაუნახავენ ის არ მოწოთ აი ეხლა და მეთხარ შენ რომ მოტოციკლეტი გიყიდეს და გინდოდა როგორი იყო კაი ეხლა ამ ახალგაზრდებს უნდათ ხო და აი ეს თაობების ეგ ფენომენი ვერ ამოვხსენი რომ რატომ ავიწყდებათ თვითონ რო იყვნენ იმ ასაკში როცა თავიანთი პაპები და ბაბუები თუ ვინც იყვნენ ასევე ტუქსავდნენ არა ხო არის ეგრეა ასე რომ როდესაც დაუწყებთ ჩხუბს თქვენ შვილიშვილებს თქვენ ახლო ადამიანებს კრიტიკას დაიწყებთ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი კრიტიკას დაუწყებთ როდესაც გამლელს ვიღაც არ მოგეწონებათ და გინდათ რომ გააკრიტიკოთ გაიხსენეთ თქვენი თავი ახალგაზრდობაში მოზარდობ კი იტყვით რომ მაშინ აი პატივისცემა ეხლაც არის პატივისცემა კარგ ოჯახში გაზრდილი შვილები ეხლაც არიან და თუ ვინმე არ ცუდად გაზრდილი ეს ისევ ჩვენ თავს მოვთხოვოთ იმ მშობლებს მოვთხოვოთ და არა ბავშვებს ეხლა თუ ვინმე გამოხტებით და არ დამიწერთ მაგრამ აზრად გაგივათ თავში რომ რა ქადაგებას გვიტარებოდა რა აბა დაფიქრდით თუ რამე ვთქვით ყუილი წავედი ეხლა მე მივხედავ აქობას ხო რა ეგრე წავედი აბა თქვენ იცით კარგ დღეს გისურვებთ სარამავტვირთავ საქართველოში რავი უკვე საღამო იქნება ალბათ ეს მარტის ბოლოს გადმოვიწევით და ისევ 2 საათი გვექნება სხვაობა ეხლა 3 საათი გვაქვს სხვაობა და ძალიან ვერ ვემთხოვით მე და თქვენ ერთმანეთს წავედი ეს საფენები სიმართლე გითხრათ და მომწონს ძალიან დახვეწილი ის არის ძალიან მყირავაა არ ძალიან სხვილი ის არის დახვეწილი ის აქვს მერე უნდა დაურეკო დამხმარე გოგოს და ასე შემდეგ მიდის ფული წყალივით ხალხო წყალივით მიდის დაახურდავებ 50,000 მოიხედავ აღარ არის გაქრა აჰა დღეს რა ვიყიდე მეც არ ვიცი 15 ევრო ერთი გადავიხადე 5 ევრო 1.20 ბაზრობას ვითვლი 7 ევრო 27 კვერცხში მივეცი 27 8 ევრო ისა რა ქვია იმას ჩანთა 36 თუ რამდენი 3 5 35 35 და 35 აიბეებში გადავიხადე და 70 16 ევრო იქ გადავიხადე 86 კოლაციონი საუზმე ბარში საუზმე და ყავა 90
10 ევრო სადმე იქნება? 90, 100 ევრო დღეს. მიდი და იცხოვრე, აბა როგორა. ეხლა თქვენ ტყვით რომ 100 ლარი საქართველოში არაფერი არ არისო, მაგრამ რა ვქნა არც აქ არ არის არაფერი. მაგაზე კიდე სხვა ვიდეოს ჩავწერ ევროპაზე და ევროპულ ხელფასზე და ფასებზე და გადასახადებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე როგორც ვატყობ თქვენ საქართველოში ისე ფიქრობთ ევროპაზე ცალმხრივად. მარტო ერთი კუთხიდან იცით ევროპა, ანუ ერთი გადმოსახედიდან და თუ ყველა მხრიდან დაინახავთ, შეიძლება თქვათ, რომ ვაიმე როგორა ჯობია საქართველო, მაგრამ რა ვიცი, თუ მეყოფა ძალა რომ მაგაზე ვისაუბრო და საკმარისად გავშალო, გეტყვით, თუ დამიჯერებთ და თუ არ დამიჯერებთ, მეც კარგად ვიყო, თქვენ ხებზე კარგად იყავით სულ ყველა. მარტო ეგ გამიხარდება მე. წავედი. აბა ეხლა კოცმით ყველას წავედი. რამდენი საქმეებია ხალხო სახში, ვაიმე. ვიცი რომ ყველას თავს ეგრეა, წავედი, კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო.